მაგვიძარა ისო პირდაპირ ეთერშია დღეს 2 ივლისს გამომცემლობა საუნჯე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ორგანიზაცია ჩვენი ფშავი თეონა ქუმსიაშვილის წიგნისა და აუდიო დისკის პრეზენტაციას გამართავს დღეს ჩვენი სტუმრები არიან ამ საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და წიგნის შემდგენელი პოეტი მარიამ ხუცრაული და ანსამბლ გორდელას წევრი თამუნა ალადაშვილი დილამშვიდობისა დიდი მადლობა რომ მოიცალეთ დღეს და მოხვედით ჩვენთან სტუდიაში მარიამ პირველ რიგში მოგვიყევით დღევანდელი საღამოს შესახებ რა არის დაგეგმილი კონკრეტულად დღეს დაგეგმილი აი ამ დილას ძალიან საინტერესო რამ შემემთხვა თქვენთან რომ მოვიჩქაროდი მომქონდა წიგნი შემთხვევით სიჩქარეში ჩანთიდან გადმოვარდა ტაქსში და დაინახა მძღოლმა და დავკარგე აუდიო დისკი ანუ დავკარგე როგორ მძღოლმა მთხოვა და მე უარი ვერ ვუთხარი აუდიო დისკზე ნუ მგონია რომ ეს არის მართლა ძალიან კარგი დაუგეგმავი მოულოდნელი რა ვიცი მე სიურპრიზი ანუ დღეს რა ხდება და დღეს არის აი ამ წიგნის წარდგინება, რომელიც დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად სრულად უსასყიდლოდ იმუშავეს ლამის დისკზე, უსასყიდლოდ იმუშავეს შემდგენელი მე ხავართ, მაგრამ ავტორებმა ვისი მოგონებებით შესულია ამ წიგნში თეოზე და გამომცემლობა საუნჯე წამოვიდა იმ შემხედრ იდეა გაიზიარა ჩვენი და აიტაცა ეს იდეა რომ აი ფაქტობრივად ძალიან ცნობილი მომღერალი მაგრამ თითქმის უცნობი პოეტის წიგნი გამოსცა რამდენი ხანი ემზადებათ ამ საღამოსთვის და თქვენ შემდგენელი ხართ წიგნის უკვე აღნიშნეთ და მეც აღნიშნე როგორ მიდიოდა ამ წიგნზე მუშაობა იცით რა შეასაქმე წიგნზე მუშაობა ფაქტობრივად დაიწყო თეონას ტრაგიკული დაღუპვიდან 40 დღის მერე ნუ 40 როგორც კი გავიდა თეონას დედამ მომცა ხელნაწერები და მთხოვა რომ აი იქნებ წიგნზე მეზრუნა მაგრამ მე ძალიან მართლა სერიოზულად დიდი სამუშაო იყო იმიტომ რომ რაღაც გვინდოდა ცოტა ორიგინალური სახე ქონოდა ამას იმიტომ რომ წიგნში შესულია დაახლოებით 12-15 წლის ასაკამდე თეონას მიერ შექმნილი ლექსები აი შემდეგი ლექსები ფაქტობრივად არის სიმღერები ის ლექსები რომლებიც თეონამ თვითონ აამღერა აი ამ ლექსებიდან ამორჩევა ისეთი ლექსების ამორჩევა რომ დღევანდელი მკითხველისთვის პრეტენზიული მკითხველისთვის ქართული პოეზიის საინტერესო იყო საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამოირჩა 24 ლექსი, რომელიც თეონას სახელს როგორც მომღერლის შემატებს კიდევ ერთ სახეს, როგორც კარგი, პოტენციურად კარგი პოეტისა, რომელიც როგორც ვიცი, ამ წიგნში თეოსადმი მიძღვნილი ჩანახატებიც არის. კი, თეოსადმი მიძღვნილი ჩანახატები, ლექსები, აი ძალიან საინტერესო ბედი დაყვა ამ ბავშვს. ნუ სიცოცხლეშიც მისთვის იწერებოდა ლექსები. ანუ მისთვის სასიმღეროდ კი არა, მისთვის ლექსები. თეონაზე ლექსები და აი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრმა პოეტმა მე კიდევ ყველა ვერ მოვიძიე სამწუხაროდ მაგრამ ბევრმა პოეტმა დაწერა ლექსი აი ეს ლექსებია მესამე ნაწილში შესული არის შესული აგრეთვე თეონას მეგობრების მისი პედაგოგების მისი ნათესავების მაქსიმალურად თქმა უნდა გელას პატარა მოგონება კიდევ აი აუდიო დისკზეც გვითხარით რამდენი სიმღერა არის შესული და როგორ აარჩიეთ აუდიო დისკში შევიდა 16 სიმღერა ამ 16 სიმღერიდან არის თეონას მიერ სტუდიურად ჩაწერილი ყველა მისი საავტორო სიმღერა ასევე სხვა კომპოზიტორების სიმღერები რომლებსაც თეონა რა ვიცი მე მარტო აგერ აი თამუნა და მე თანხმება მარტო მისთვის დამახასიათებლად და ნუ შეიძლება ითქვას უნიკალურად ასრულებდა სიმღერა ღმერთი დიდია ხო დათო არჩვაძის სიმღერა რომელიც გორდელასთან ერთად იმღერა და იცით საინტერესოდ მეჩვენება ის რომ ჩვენ ცოტა გავთამამდით და წიგნში შევიტანეთ საოჯახო და აი სამეგობროს წრეში გაკეთებული ჩანაწერები ეს ერთი მიზნით ვერ ვიტყვით რომ ეს არის უხარვეზო შეძლების დაგვარად ძალიან დიდი მადლობა დათო ცინცაძეს ამისთვის აბსოლუტურად მისი უნიკალური ყურით გაასუფთავა ეს ჩანაწერები
მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ხარვეზიანი იქნება, თუმცა შევიტანეთ, იმიტომ რომ ერთი ძალიან ჩემთვის გულსატკენი რამ დღეს ისმის თეონას სიმღერა, ვისიც გიდათ იმათი შესრულებით, მაგრამ აღარ ისმის თეონას სიმღერა თვითონ თეოს შესრულებით. აი, ამაშიც თან უნდა დამეთანხმება. არადა, ეს არის ნამდვილად უნიკალური შესრულება. დღევანდელ საღამოზე ვისაუბროთ, დღეს გაიხსენებენ თეონას მისი მეგობრები, ახლობლები, ერთ-ერთი მონაწილე არის ანსამბლი გორდელო, რომელსაც მაღვიძარას მაყურებელი უკვე იცნობს. კიდევ ვინ მიიღებს ამ საღამოში მონაწილეობას? ამ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თეონას აღზრდილები. ნუ ბოლომდის ვერ მოხერხდა მისგან აღზრდა, დების ვიადაურები მიიღებენ მონაწილეობას უკვე თეონას კვალზე მავალი, დები ნაყევრები, თეონას უმღერებს შავნაბადა, ვისთან ერთადაც თეონა. ყველა იყო მაღვიძარას სტუმარი. ხო, ნუ ყველა იყო ალბათ მაღვიძარას სტუმარი და გვექნება ორი სიურპრიზი, რომლის გამხელაც, რა ვიცი, მე მაინც არ მინდა. ორი სიურპრიზი, იმიტომ რომ დღეს სცენაზე ავიყვანთ ბავშვს, რომელიც ინებოს უფალმა და აღმოჩნდეს ერთ-ერთი უნიკალური ხმა აღმოსავლეთ მთის ფოლკლორის სამღერად. და როგორც ვიცი, დასწრება არის თავისუფალი. დასწრება თავისუფალია, კი, წარმოდგენილი იქნება, საუნჯე გამოიტანს გასაყიდად წიგნს აუდიო დისკთან ერთად და რა ვიცი, მე ყველას გეყოლებათ თქვენი უფლის ჭიტა ხვალიდან სახეში. სანამ სიმღერას შეასრულებ, უბრალოდ მინდა რომ ორიოდე სიტყვით თეონას შემოქმედება შეაფასა შენ როგორც მომღერალმა. თეონას შემოქმედებას ჩემი შეფასება არანაირად არ ჭირდება, იმიტომ რომ თეონა იყო განუმეორებელი. მის სიმღერებში იგრძნობა მისი სული და მისი სული იყო ყველაზე ამაღლებული, რაც ჩემთვის იწვევდა, არ ვიცი, სიამაყეს იმას, რომ მე ვარ ქართველი უბრალოდ და თეონა იყო ჩემი თანამემამულე და მე მას ვიცნობდი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და მის სიმღერებს ვუფრთხილდები, რასაც ქვია ვუფრთხილდები, იმიტომ რომ მან ისე დაწერა, როგორც საჭირო იყო. და ერთი სიმღერა ჩვენი მაყურებლისთვის შეასრულე. კი ბატონო. ყველასთვის საყვარელი დილაო ავდრიანაო, რომელიც ჩემი სულის შემძვრელი იყო პირველ რიგში. პირველად ეს სიმღერა მოვისმენი და უკვე ძალიან ჰიტაკცეული მის სიცოცხლეშივე. შენ ჩემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო ძალიან საჩენილო ღიმილო დარდიანაო ძალიან საჩენილო ღიმილო დარდიანაო შენ რომ ფიქრობადი არაც აგარე რომ ფიქრობ აგარეც არაო ცეცხლი მოგედოს კალათამაზე მე შენთან მაბარიალაო ცეცხლი მოგედოს კალათამაზე მე შენთან მაბარიალაო მე თუ არ მეტრფის დაიწოვას თვალები ნაღულიანაო შენ ჩემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო შენ ჩემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო შენ რომ ფიქრობადი არაც აგარე რომ ფიქრობ აგარეც არაო ცეცხლი მოგედოს კალათამაზე მე შენთან მაბარიალაო ცეცხლი მოგედოს კალათამაზე მე შენთან მაბარიალაო შენ ჩემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო ღიმილო დარდიანაო ძალიან დიდი მადლობა.
კიდევ დიდი მადლობა, არ ვიცი რა თქვა. არაჩვეულებრივი სიმღერა შეასრულა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში თეონა ქუმსიაშვილის წიგნის და აუდიოდისკის პრეზენტაცია გაიმართება. დასწრება თავისუფალია, მსურველებს შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გაიხსენოთ და შეაფასოთ თეონას შემოქმედება. მე კი აქვე დაგემშვიდობებით, ხვალამდე, ხვალ გაიღვიძეთ მაღვიძარასთან ერთად. მეც ხვალამდე გემშვიდობებით, რო. აუცილებლად მიბრძანდით საღამოზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით. სასიამოვნო და ენერგიულ ხალისიან დღეს გისურვებთ, ხოლმე აუცილებლად გაიღვიძეთ ჩვენთან ერთად.